კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით ტურიზმის განვითარების რეგიონალური პრობლემების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქობლიანიძე გახლდათ. მან სიტყვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ვიცე-რექტორს მარინა გედევანიშვილს გადასცა, რომელმაც საუბარში უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია ის, რომ თბილისის მერიამ ჩვენ შემოგთავაზა მონაწილეობა მივიღოთ იმ პროექტის განხილვაში, რომელიც ტურიზმის სტრატეგიულ განვითარებას შეეხება. მერია გვთავაზობს ჩავთოთ სტუდენტებიც, ჩვენი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ამ პროექტის განხილვაში და ზოგადად საერთოდ სამომავლოდ სამუშაოებში, რომელიც წარიმართება ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ისე რომ ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გამოცდილების გაზიარება, მათი რჩევების გათვალისწინება, მათი ცოდნის და უნარების გამოყენება სამომავლოდ იმ ახალი პროგრამის შემუშავების პროცესში, რომელსაც უნივერსიტეტი გეგმავს. სამუშაო შეხვედრის ფორმატი დატვირთული იყო. პირველი ნაწილი პროექტის ფარგლებში მომზადებულ სტუდენტური კვლევების წარდგენას დაეთმო. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, გორის, მცხეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. Დავიწყოთ ცხადი ამ ეტაპზე ჩვენი ჩართულობა ვფიქრობ იქნებოდა და იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენც ვსწავლობთ ადგილზე ამ საკითხებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, გვაქვს სტრატეგიები შემუშავებული ტურიზმის განვითარების მათ შორის რეგიონში და აი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმოადგენელი დღეს, ასე შეიძლება ითქვას, როგორც სამხარეო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და შემიძლია თქვა, რომ მზად ვართ სწორედ ამ პროექტში ვიყოთ პარტნიორი ერთ-ერთი უნივერსიტეტისა და სიამოვნებით მივიღებთ სტუდენტებსაც, პროფესორ-მასწავლებლებსაც, რომლებიც ჩამოვლენ ჩვენთან იმისთვის, რომ მიზნობრივი თემატური ტრენინგები ჩაატარონ. ტემპუსის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში კომპეტენციათა ცენტრების ჩამოყალიბებას, რომელიც ტურიზმის რეგიონულ კვლევებსა და კონსალტინგს უზრუნველყოფს. თავად პროექტი სამწლიანია, ამჟამად ის ფინალურ სტადიაზე გადადის. სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში ტურიზმის ბიზნესის თვალით დანახულ პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება, ხოლო შემაჯამებელ ნაწილში შეხვედრის მონაწილე მხარეებმა გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პროექტი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის სახით არის ეს. პროექტი ითვალისწინებს საკრუიზო ტურიზმის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს მხრიდან ჩართულია 4 უმაღლესი სასწავლებელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია და ქუთაისის უნივერსიტეტი. გარდა ქართველი პარტნიორებისა ყავს ჩვენ უკრაინელი პარტნიორები ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით და ოდესის საზღვაო აკადემიის სახით. ეს პრეზენტაცია, რომელიც ჩემი მიერ იყო წარდგენილი, შეეხებოდა ანალიზს და შეჯამებას იმ ყველაფრის, რაც ხერსონში, უკრაინაში წარვადგინეთ.